კუნძულზე თითოეული ადამიანი ან წრფელია, მის ნათქვამი ყოველთვის სიმართლეა, ან მატყუ არა, მის ნათქვამი ყოველთვის ტყუილია. იქ მომხდარ ერთ-ერთ დანაშაულში ეჭვმიტანილად ამავე კუნძულელი ბიბი დასახელდა. ბიბიმ ერთი წინადადება თქვა, რითაც თავისი უდანაშაულობა დაადასტურაო. და რა თქვა ბიბიმ? თუკი ეს ფაქტი უდანაშაულობა დაადასტურდა. თან ვიცით, რომ დამნაშავე იყო მხოლოდ ერთი. დავიწყოთ პირველი წინადადებით, დანაშაული წრფელმა ჩაიდინა. ეხლა წარმოვიდგინოთ ჩვენ აქ ესეთი სცენარი, რომ ბიბი ყოფილიყო წრფელი. ასეთ შემთხვევაში ბიბი ამ წინადადებით ვერ დაადასტურებდა, რომ მან არ ჩაიდინა დანაშაული. იმიტომ რომ თუკი დანაშაული წრფელმა ჩაიდინა და თვითონ ბიბი წრფელია, მაშინ არის შანსი, რომ ბიბიც იყოს დამნაშავე. წრფელის ნათქვამი დანაშაული წრფელმა ჩაიდინაო სიმართლე, ამიტომ რა კი არსებობს ბიბის დანაშაულის დამტკიცების შანსი პირველი წარწერის დროს უკვე არ არის აქტუალური ეს წარწერა. მაინც განვიხილოთ ბიბი რომ ყოფილიყო მატყუ არა, ასეთ შემთხვევაში რა მოხდებოდა? თუკი არის ბიბი მატყუ არა, ეს ნიშნავს იმას, რომ დანაშაული წრფელმა ჩაიდინა წინადადება არის ტყუილი, ანუ წინადადება უნდა შევცვალოთ, წრფელს არ ჩაუდენია, შედეგად გამოდის, რომ მატყუ არამ ჩაიდინა დანაშაული. თუკი გავედით შედეგზე, რომ მატყუ არამ ჩაიდინა დანაშაული და ბიბიც მატყუ არა, კვლავ არსებობს შანსი, რომ ბიბი იყოს დამნაშავე. ესე იგი, პირველი წინადადებით ბიბი ვერ შეძლებს თავისი უდანაშაულობის დამტკიცებას. ავიღოთ ახლა მეორე წინადადება, რომელიც ვეუბნება, რომ დანაშაული მატყუ არამ ჩაიდინაო. აქაც გავაკეთოთ იგივე ტიპის ორი დაშვება. ერთი ვარიანტი იყოს, რომ ბიბი არის კვლავ წრფელი და მეორე დაშვება გავაკეთოთ, რომ ბიბი არის მატყუ არა. შევნიშნავთ, რომ მატყუ არა ბიბი დანაშაული მატყუ არამ ჩაიდინაო ვერ იტყოდა. იმიტომ რომ თუ ბიბი მატყუ არაა, დანაშაული მატყუ არამ ჩაიდინაო, წინადადება თუკი ტყუილი გამოვა, მაშინ შედეგად გავდივართ, რომ დანაშაული ჩაიდინა სიმართლის მთქმელმა. საინტერესოა, რომ ამ მსჯელობით მივდივართ შედეგამდე, რომ ბიბი თუ მატყუ არაა და ის ამბობს დანაშაული მატყუ არამ ჩაიდინაო, ბიბი გამოდის უდანაშაული. იმიტომ რომ დანაშაული დაუმტკიცდა სიმართლის მთქმელს და ამ დაშვების დროს ბიბი მატყუ არა. თუკი ბიბი წრფელია და ის ამბობს დანაშაული მატყუ არამ ჩაიდინაო, ეს ხომ სიმართლე უნდა იყოს, ანუ ამ შემთხვევაში მატყუ არაა დამნაშავე. თუკი დამნაშავე ჩვენ გვეყოლება მატყუ არა და თვითონ ბიბი არის წრფელი, გამოდის რომ ბიბი უდანაშაული. ესე იგი, მეორე წინადადება ორივე დაშვების დროს ბიბი წრფელი იქნება თუ მატყუ არა მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენ გავდივართ შედეგზე, რომ ბიბისაგან განსხვავებული სტატუსის მქონეა დამნაშავე, ანუ სხვა დამნაშავე. თუ ბიბი წრფელია მატყუ არაა დამნაშავე, თუ ბიბი მატყუ არა წრფელია დამნაშავე, ამიტომ ბიბი გამოდის ამ შემთხვევაში უდანაშაული. რაც შეეხება მესამე წინადადებას, დანაშაული ან წრფელმა ჩაიდინა, ან მატყუ არა მო. ესე იგი, ანან კავშირიანი წინადადება გვაქვს და აქაც გავაკეთოთ იგივე დაშვებები, ხო? დავუშვათ ბიბი არის წრფელი, ან ბიბი არის მატყუ არა. იმის გათვალისწინებით, რომ დამნაშავე ერთი ყავს და ის აუცილებლად ან წრფელი, ან მატყუ არა, მოცემული წინადადება ტყუილი ვერ იქნება ფიზიკურად, იმიტომ რომ ერთი ნაწილი აუცილებლად შესრულდება. ანან კავშირიან წინადადებაში ერთი ნაწილი თუ შესრულდა, წინადადება ჭეშმარიტია. ამიტომ ეს წინადადება წრფელმა თქვა, რა დროსაც შესაძლებელია როგორც წრფელი იყოს დამნაშავე, ისე მატყუ არა, ანუ მესამე დებულება ტოვებს შანსს, რომ წრფელ ბიბის ჩაედინა დანაშაული. შეიძლება მატყუ არამ ჩაედინა, შეიძლება წრფელმა ჩაედინა და ეს წრფელი იყო ბიბი. ამიტომ მესამე წინადადებაც ვერ დაეხმარება ბიბის. გამოვიდა, უბრალოდ მესამე ვერ დაეხმარება და გამოვიდა, რომ მხოლოდ მეორე წინადადების შემთხვევაში შეძლებდა ბიბი დაემტკიცებინა თავისი უდანაშაულობა.